რეჟიმის დროს, რომელსაც შემდეგ მისი გათავისუფლების შემდეგ მოყვა მისი გარდაცვალება. იმდენად დიდი ზიანი მიადგა მის ჯანმრთელობას. ამ ყოველივე შესახებ პირველ წყაროდან თუ როგორ ხდებოდა ეს ქრონოლოგიურად, რის შემდეგ რა მოვლენები ვითარდებოდა, დღეს კომისიის წინაშე გამოცხადდება სულხან მოლაშვილის მამა ბატონი თამაზ მოლაშვილი, რომელსაც ვთხოვთ რომ შემოგბრძანდეს დარბაზში. მოგესალმებით, ბატონო თამაზ, გთხოვთ დაიკავოთ ადგილი. ბატონი თამაზ მოლაშვილი დაბრძანდით. არის ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის ნომერ 19 ხელოვნების სკოლის დირექტორი თბილისში და უკვე მრავალი წელია ახალგაზრდა თაობას უზრდის ჩვენს ქვეყანას. მე პირადად მქონდა პატივი მინისტრის რანგში წვეოდი ამ სკოლას და დღემდე ვარ შთაბეჭდილების ქვეშ თუ რამდენი ბავშვი და ახალგაზრდა სწავლობს ხელოვნების ამ სკოლაში. ეს გახლავთ თბილისის მუნიციპალიტეტისადმი დაქვემდებარებული ხელოვნების სკოლა. შთაბეჭდილების ქვეშ ვინაიდან დასამალი არ არის და უნდა ითქვას რომ დღეს ჩვენი სახელოვნებო განათლება საკმაოდ მძიმე დღეშია. ჩვენ შევეცადეთ ბატონ თამაზთან და სკოლების სხვა დირექტორებთან ერთად რომ არაერთი ნაბიჯი დაგვედგა სიტუაციის გასაუმჯობესებლად თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით და უნდა აღინიშნოს რომ ბატონი თამაზის სკოლა მას შემდეგ რაც 2006 წელს ნაციონალურმა მოძრაობამ და მათმა კულტურის მინისტრმა გოკა გაბაშვილმა ეგრეთ წოდებული რეფორმა განახორციელა და რეალურად მოშალა და დაანგრია მუსიკალური და სხვა სკოლები, სადაც ხელოვნების სხვადასხვა მიმართულება ისწავლებოდა. დიდი ზიანი მიაყენა ასევე ნიჭიერთა 10 წლეთს ევგენი მიქელაძის სახელობის სასწავლებელს. მიუხედავად ბევრი სირთულისა, ბატონი თამაზი არის იმ ძალიან ცოტა შორის ერთ-ერთი სკოლა, თუ არა ერთადერთი სკოლა, სადაც მაღალ დონეზე დღემდე ისწავლება ჩასაბერი ინსტრუმენტების მიმართულება. რომ არა ეს სკოლა ჩვენს ორკესტრებში, კონსერვატორიაში, ოპერასა და სხვა შესაბამის ადგილებსა და ორკესტრებში აღარ გვეყოლებოდა ჩასაბერი ინსტრუმენტების სპეციალისტები. ის ასევე არის იმ სკოლის დირექტორი, სადაც უშუალოდ ბატონი თამაზის ინიციატივით საქართველოში გაჩნდნენ პირველი სხვადასხვა ჩასაბერი ინსტრუმენტის სპეციალისტი ქალები. და მე ყოველთვის მიამაყება, რომ შარშან კონსერვატორიაში ჩვენ მივიღეთ სწორედ მისი კურსდამთავრებული ქალი ახალგაზრდა, რომელიც არის ტუბის სპეციალისტი. მადლობა თქვენ ამისთვის, კომისიის სახელით და პარლამენტის სახელითაც, ვინაიდან ეს ძალიან დიდი საქმეა. მე ეს შესავალი გარდა იმისა, რომ იმისთვის გავაკეთე, რომ მადლობა მეთქვა ბატონ თამაზ თქვენთვის. სამწუხაროდ თქვენ როდესაც საზოგადოების წინაშე უკვე მრავალი წელია ჩდებით, მუდმივად ისმის მხოლოდ ის ტრაგიკული ამბავი, რომლის თაობაზეც ჩვენ ვართ შეკრებილი, რომ სულხან მოლაშვილის მამა ყვება იმ დიდი ტრაგედიის შესახებ, რომელზეც ჩვენც მოგვიწია თქვენთან დღეს შეხვედრა.
ამიტომაც მგონია რომ ის სხვა კუთხით წარმოჩენა თქვენი რაც არის თქვენი პროფესია, თქვენი თავდადება ახალგაზრდობისთვის საჭიროებდა შესავალში ხაზგასმას და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენი საქმიანობისთვის. ბატონო თამაზ, გთხოვთ რომ იმ დოკუმენტს, რომელიც თქვენს წინაშეა, ხელი მოაწეროთ, ეს არის გაფრთხილების დოკუმენტი, სადაც წერია რომ ჩვენს წინაშე განზრახ ცრუახსნა განმარტება, კითხვებზე უარი ან პასუხისთვის თავის არიდება იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. წინასწარ გიხდით მადლობას, თუ არ ვცდები ეს ფორმულარი წინ გიდევთ. ჩართეთ მიკროფონი, ისე თქვენი ხმა საერთოდ არ ისმის, მოგეხმარებიან. ხელს მოაწერთ და შეუდგებით საუბარს. ბევრისთვის, სულ ყველასთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში მეც რო გამოვდივარ, რომ თქვენ წუხდებით ამისთვის, აი მასე დიდი მადლობა და ღმერთმა გაგაძლიეროთ სულ ყველანი რა, რომ ამ საქმეს რომ მოკიდეთ ხელი, აი როგორ გითხრათ, ერთადერთი შვება იმის შემდეგ, რაც ჩემი შვილი აღარ არის, აი ეს არის და აი ესე მიქერები ვარ ხოლმე და გიყურებთ ხოლმე რომ იქნებ ბიჭო პაპა იყო შელიო ამას ვიძახი ხოლმე სულ და რა ვიცი მადლობა ბატონო გთხოვთ ხელმოწერას აი მე ვერ ვაწერ ბიჭო როგორც შეძლებთ ისე მოაწერეთ ხელი, მთავარია რომ თქვენი ხელმოწერა არ არის აუცილებელი რომ ხელმოწერა იყოს ლამაზი. მთავარია რომ იყოს ხელმოწერა. დიდი მადლობა. ბატონო თამაზ, თუ თქვენ წინააღმდეგი არ იქნებით 10-15 წუთი აიღეთ, გნებავთ ნაკლები, იმიტომ რომ ეს დიდ ტკივილთან არის დაკავშირებული და ქრონოლოგიურად რომ გვიამბოთ როდიდან და რა შეემთხვა თქვენს ვაჟს სულხან მოლაშვილს, რომელიც კონტროლის პალატას ხელმძღვანელობდა და მე რამდენადაც საქმის მასალებს სტრასბურგში ვეცნობოდი, გამიჩნდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მასთან დაპირისპირება სააკაშვილმა სწორედ სულხან მოლაშვილის კონტროლის პალატაში თავმჯდომარეობისას დაიწყო, მაგრამ ვაი თუ არასწორად მგონია, ამიტომ თქვენ გითხარით, საიდან დაიწყო ის ყველაფერი, რამაც მიიყვანა ბატონი სულხანი საპატიმრომდე, შემდეგ წამებამდე და არაადამიანურ მოპყრობამდე და რით დასრულდა ეს ყველაფერი თქვენი ოჯახისთვის. გთხოვთ. როგორ გითხრათ ახლა, სანამ რამეს ვიტყვი, ერთი პატარა გადახედვა მინდა ჩვენი საზოგადოებისათვის. რამ გააუხეშა ჩვენი საზოგადოება? ვიღაცაც რაღაცა ტკივა, ჩემ ცხოვრებაში მე აუგად არ მიხსენებია ისა. ხანდახან მიჩერები რომ ხოლმე ტელევიზორს რომ გამოდიან და მიშა გავანთავისუფლოთ. მე კიდე ხშირად ამაკ რა თქვა, ეს ერთი მოვიდეს ის პიროვნება და თვალებში ჩამხედოს მეთქი. აი ესეთი ის რომ იმას რო შვილი არ მოუკლეს, იმიტომ უნდა გაანთავისუფლონ ჩემი შვილის მკვლელით, ხო? აი ესეთი და საზოგადოებას არ ვიცი რა ჭირდება, როგორ და ამასინად გაზეთში დავწერე კიდევაც რომ მე მუსიკოსი ვარ და ბავშვებთან ამაქვს საქმე და პოლიტიკით არ ვარ მაინდამაინც ასე, მაგრამ აი ეს ამბავი რაც ხდება ეხლა 5 წლის შემდეგ, 10 წლის შემდეგ სკოლაში საქართველოს ისტორიას ვასწავლიან რა. აი ამის ისტორიაც უნდა ასწავლონ მოსწავლეებს. მე რატომღაც მიმაჩნია რომ ჩვენ ახალგაზრდებს ჭირდებათ კარგი განმარტება თუ ვინ რა დოტა აღშავა ასეთი რომ და ესეც ამაკ ნათქვამი ჯერ მარტო იმიტომ არ უნდა გამოუშვან სააკაშვილი რომ 5-10-20 წლის შემდეგ სხვა რომ მოვა პრეზიდენტად იქა და გადაიხედავს უკან რომ თურმე სააკაშვილს რეები უქნიან და გარეთ გამოუშვესო ისიც გააკეთებს მაგას, მაგრამ თუ ნახარო აგებინეს პასუხი ის ვეღარ გაბედავს მერე მაგას და თუ არა მაშინ იტყვის რომ იმას თუ არაფერი არ დაუშვეს რაც იმან დააშავა და გარეთ გამოუშვეს კიდევ ხო ასე იქნებაო
ეხლა მოგახსენეთ საიდან დაიწყო. როდესაც საკრებულოში და იუსტიციის ministrობის დროს ეს ყველაფერს იცით დანარჩენი ზღვარებს არც ვიტყვი არც არაფერი რა გაგებით იცით რომ სააკაშვილმა რაც ჩაიდინა და სულხან მოლაშვილი კონტროლის პალატის თავმჯდომარედ რომ დანიშნეს როგორი ეხლა ჩემი შვილია და უნდა თქვა ისე როგორიც იყო რა ძალიან ამაყი იყო ძალიან კაცური მოქმედებები ჰქონდა ვაჟკაცი იყო ისე დამოკიდებულება ჰქონდა თანამშრომლებთან რომ უყვარდათ თანამშრომლები და ყველაფერი და სულხან მოლაშვილმა თავისი თანამშრომლები რომ გააგზავნა შესამოწებლად აი ეს წიგნი გამოუშვეს სპეციალურად სულხან მოლაშვილზე და აქ წერია დაწყებული იმაში საკრებულოში შემდეგ სამინისტროში სახელმწიფო ბიუჯეტს როგორ ფლანგავდა დეტალებში აი ამაში ამდენი ეხლა მაგდას აღარ წავყვები და პირდაპირ ასე ვთქვათ ყოველგვარი მაშინო ასე წერია აქ ერთი პიროვნება წერს როცა სხვები იმალებოდნენო ეს მიაწვა პირდაპირ და თქვა ასე და ასე და ეს ჩაიდეს გულში და სხვათა შორის იყვნენ ისეთები პიროვნებები აი ახლა გვარს არ დავასახელებ აინდა მაინც რომელიც ეხვეწებოდნენ რომ გადმოდი ჩვენკენაო ასე ვქნათ ისე ვქნათო მაგრამ ამა ასე თქვა სულხანი მე ჯიშიანი ეს სიტყვა გაზეთშიც იყო მე ჯიშიანი ქართველი ვარ და არსად სხვანაირად არ მოვიქცევიო ჩამაბარეს ეს დარგი მე უნდა პატიოსნად ვემსახურო ამასო პირველი დაპატიმრება როდესაც გაიგო მაგან რომ კარგ საქმეს არ უმზადებდნენ გახსოვთ ალბათ პატრიარქთან მივიდა იმიტომ რომ სხვათა შორის ეხვეწებოდნენ იცით ეხლაც კაი ურთიერთობა მაქვს იმ ორ პიროვნებასთან რომელმაც დატოვეს საქართველო და წავიდნენ და ამასაც ეუბნებოდნენ წავიდეთო დავანებოთ თავი აკავრობასო და ისინი ჩამოვიდნენ ეხლა ძალიან კარგად არიან რა გნევავთ ლევან მამარაძე გნევავთ გიგლა ბარამიძე იმათი ოჯახები ააწიოკეს მერე აი რო არ ააწიოკონო ჩემი ოჯახიო მე თვითონ მივალო და პატრიარქთან მივიდა კურთხევა აიღო და მივიდა პირდაპირ რესპუბლიკის პროკურორთან ირაკლი ოქოშვიდან რომელიც დაემალა არ გამოჩნდა და უთხრეს რომ ჩვენთან რა გინდა კაცო აგე გრიგალაშვილთანო ის გეძებსო შენო მივიდა იქ თუ არა იმის შემდეგ სულხანი ვეღარ ვნახეთ ჩვენა წელიწადი და ერთი თვე ისე გავიდა ვითომ სამჯერ მისცეს სამი თვის პატიმრობა ორი თვე რო გავიდა დაავიწყდათ რომ მესამე თუ უნდა მიეცათ კიდე თვითონ სულხანემ გაახსენა ხვალიდანო მეო პატიმარი აღარ ვიქნები თქვენიო რატო და დამთავრდა ის სამი თვეო შუაღამისას მივიდნენ შუაღამისას 2 საათზე და სულხანის უთქვია რომ დავიძინებო მეო და ექიმისთვის უთქვია დასაძინებელი წამალი მოვიცილე კარგად დამეძინოსო სულხანის ეძინა პროკურორი მიიყვანეს მოსამართლე მიიყვანეს და კიდევ მესამეთ ისეთ რაღაცებს აკეთებდნენ ციხეში ჩაატარეს პროცესი ბატონო ციხეში ჩაატარეს პროცესი ღამე თვითონ ძინავს პარლიმაში სადაც თავისი საკანი იყო დადგნენ იმის წინ და გამოუცხადეს ეს როგორი ტაჯვარი არ ვიცი მაგისიდან რომ დაამთავრეს მაგათმა ეს ყველაფერი მე სასამართლო ძალიან ბევრი ცოდვა აქვს ჩადენილი მოსამართლეებს სხვათა შორის რა ერთსაც მეორესაც მესამესაც და ყველაზე ძალიან გული რაზე მწყდება იცით წინვალე იურისტია მურუსიძე და როდესაც სტრასბურგმა
გინებავთ მაგის დაპატიმრება, გინებავთ პირველად რომ ვინ დაიჭირა, გინებავთ რა ქნეს 4 პუნქტი თუ რაღაცით მე მაგაში ვერ ვერკვევი გაამართლა რო უთხრეს აი გაამართლაო და შენ კიდე ესე გააკეთეო მაინც ასე გავაკეთებდი მომეო აი ეს გული მწყდება უბრალოდ სულთა ადამიანის თვალსაზრისით არა და წინვალე პიროვნება ვიცი რომ кай პიურისტია ეს ერთი სიტყვით ყველაზე ძნელი რა იყო ჩემთვის ასატანი იცით თვეში ერთხელ შეიძლებოდა გვენახა როდესაც ავად იყო მე მაგის ძმა თორნიკე და მეუღლე თათია აქ სამივე არაო ორი უნდა შევიდესო სულხანის სამი შვილი ყავს სამივე არა ორი უნდა შევიდესო და გამოდიოდა მე სულხანისა თორნიკე და თათია ყოველთვე კი ვერ ვნახულობდით ორ თვეში ერთხელ ვნახულობდით ახლა ამის რა უნდათ არ ვიცი და კიდევ ერთი რა მე რო ქალბატონოთია რო შევდიოდი ხოლმე და გაზეთი მიყოლდა უცილოდ იმიტომ რომ მეც მიყვარს გაზეთს კითხვა სულხანი ხო გიძებდა ციხეში რომ შედიოდით ხო მამაზეა საუბარი ეხლა გეუბნებით რა დროს იცით აი ორთაჭალაში მაშინ სამკურნალო იმაში რო ყავდათ გადაყვანა ყოველდღიურად მე ხო ორხევში მუშაობ აქედან გავივლიდი გაზეთს დაუტოვებდი და მივიდიოდი სამსახურში ხოლმე აი ამ გაზეთს აიღებდნენ და ესე შეხედავდნენ ხოლმე ხო არაფერიაში გაზეთში რა ნოყოფილიყო გეკითხებით 11 თვის განმავლობაში C ჰეპატიტი რო ქონდა რაოს უშხაპუნებდნენ რას უკეთებდნენ აქ სამ მედიცინის ხალხი ძალიან ბევრი დანაშაულია და ამას მიაყოლეს რა ერთ ექიმმა უთხრა რომ სხვათაშორის გაზეთში ეწერა აღარ მახსოვს მაშინდელი მაშინ სულხანის C ჰეპატიტი აქვს და გაჩერდი ეგ არ თქვა თორე ზევით ეწყინებათო ეს ზევით ვინ იყო მე ვიყო ის იყავ თუ ის იყო სააკაშვილი და მიქონდათ ხოლმე ამ მოდიოდა სულხანის ყავდა გარკვეული მეგობრები რომლებიც მოდიოდნენ და ეუბნებოდნენ სურათს რო უღებდნენო მიშა სააკაშვილი ესე გაბღენძილი სიამოვნებით უყურებდა ამას როდესაც აწავებდნენ მაგასო და მათიასიოში რო ჩამოვიდა ქალბატონმა ნანა კაკაბაძე აწწრიალა იქაურობა და მათიასიოში უთხრა რომ დაავალა ნუ გინა თუ არა ნახეო სულხანიო და ელენე თევდორაძე და ქალბატონი ელენე და მათიასიოში რო გააღეს კარები სულხანი ჩაიკეცა თურმე რატო იმიტომ რომ სინათლე არ აქონდა იქა აი ესე დასაჯდომი არ აქონდა ლოგის რა შევობდნენ იცი აი ესე გადმოწევდნენ და მე თუ რომ ესე რკინის ისა რომ ან დამჯდარიყო ან დაწოლილიყო მე ახედე და სულ ესე საშინელ წამებაში ყავდათ ეგ ამას ჩვენ მე ვგებულოდით 11 თვე რო არ უმკურნალეს და მე ვერ ძალიან დაავადეს სულხანი იქა უხაროდათ ესა თუ რა იყო არ ვიცი მე რატო აკეთებდნენ ამას ვერ არ ვიცი ისეთ აი რომ მითხრა რომ თამაზ მოლაშვილი აბა დამისახელე ივან რა დააშავა სულხან ძალიან ბევრმა ნაციონალური მოძრაობის მოდგმამ მე აი როგორც გინდათ ისე გამიგეთ პედაგოგი ვარ არასოდეს არ მითქვია რომ დაიჭირეთ ვოკალიეთ ჩამოვახდეთ რაღაცა მაგრამ ქალბატონოთია კუთხეში მაინც დააყენონ ყური მაინც აუწიო და უთხრანო შენ აი ეს მაპატიე და მიქარე და მიირთი მისიო არ შეიძლება იცი ის დანაშაული რასაც მაგათ რომელი ერთი გითხრათ აი აკაკალებული ვარ რომელი ერთი გითხრათ ისეთ რაღაცებს აკეთებდნენ რომ მეტი არ შეიძლება და ერთი ამბავი კიდე ჩემ სკოლაში რემონტი გააკეთეს სააკაშვილის მეფობის დროს გავიხედე და მოდის კაცი და მეუბნება ამ დღეებში ეხლა სააკაშვილი მოვაო ლენტი უნდა გაჭირა შენთანო სულხანი დაჭერილია და ვაგინებთ სააკაშვილს როგორი საქმეა მე თამაზ მოლაშვილმა სააკაშვილი რომ მოვა აუცილებლად უნდა ხელი ჩამოვართვა ვის არ თხოვე იარაღი რამე ყველაფერი და
იყო საშუალება რომ იარაღიც ამიღო და განწირული ვიყავი იმ დღეისთვის მე რომ მოვა და ხელს გამომიწოდეს ჩემ თავსაც და მაგასაც მიყოლებით მეთქი იმიტომ რომ სულხანი არ იყო იმის ღირსი სააკაშვილისაგან გადის ერთი დღე, ორი დღე, სამი დღე არა და მესამე მასებში თამაზ ქლებაძეა მესამე სკოლის დირექტორი. იმასაც რემონტი გაუკეთეს, თაზო მეუბნება. აღარ ინერვიულო, ეხლა მოვიდნენ შუანი გააკეთეს და ჩემთან მოდის ვიღაცამ გადააფიქრებინა ეს სულხან მოლაშვილის მამა რაღა მანდ უნდა გაჭერა ლენტი წადი და იქ გაჭერიო და ამცდა მეც და მაგასაც თორე ეხლა კი არ ტრაბახობ და აქ სატრაბახო რა არის რა მე თავი გადადებული მქონდა და იარაღიც ხოდა არც მაგას გავახარებდი არ ჩემთავს ავიცი გასაგებია ბატონო თამაზ ვინც არ იცის მათთვის რომ კიდევ ერთხელ ვთქვათ მიხეილ სააკაშვილი მაშინ როდესაც შევარდნაძე ედუარდ შევარდნაძე იყო ჩვენი ქვეყნის პირველი პირი იყო მისი იუსტიციის მინისტრი. და ნელ-ნელა იწყებდა ასე ვთქვათ ხელისუფლებაში მოსვლისთვის მზადებას ბატონი მიხეილ სააკაშვილი და პოლიტიკური არჩევით პოლიტიკას გულისხმობ კარიერა მისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზა უფრო დიდი მწვერვალებისკენ. და თქვენ რომ ახსენეთ საკრებულო, აქ იგულისხმებოდა ის, რომ შემდეგ მან კენჭი იყარა და გახდა თბილისის საკრებულოს წევრი. აი ამ დროს, როდესაც ის იყო მინისტრი, თქვენმა ვაჟმა სულხან მოლაშვილმა, როგორც კონტროლის პალატის თავმჯდომარემ, შეამოწმა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა მინისტრი სააკაშვილის მიერ. და იქ აღმოჩნდა მრავლობითი დარღვევები. ძალიან ბევრი. სტრასბურგის სასამართლოში შემოსულ საქმის მასალებში იდოს სწორედ მის მიერ, კონტროლის პალატის მიერ, მოლაშვილის თავმჯდომარეობის პერიოდში შექმნილი დოკუმენტები თავისი დანართებით. ამ დოკუმენტებსა და დანართებში არა მხოლოდ დარღვევები იყო, რომლებიც თქვენ ახსენეთ, რომ ფლანგავდაო სახსრებსო. არამედ ბატონ სულხანს მისთვის ჩვეული პრინციპულობით პირდაპირ გვარებით და სახელებით ჰქონდა ჩამოთვლილი ვიზზე და რისთვის ხარჯავდა მინისტრი სააკაშვილი სახელმწიფო სახსრებს უკანონოდ. დღეს ძალიან ბევრი ისმის იმის თაობაზე, რომ უკვე პრეზიდენტობისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა სახელმწიფო დაცვის სამსახურის კუთვნილი, ანუ საბიუჯეტო სახსრები დახარჯა სხვადასხვა ქალბატონის კეთილდღეობისთვის, თავისი პირადი ჯანმრთელობისა თუ კარგად ყოფნისთვის. მსგავსი დარღვევები ჯერ კიდევ სულხან მოლაშვილმა აღმოუჩინა სააკაშვილს იუსტიციის მინისტრობისას. მე მახსოვს იმ ქალბატონების გვარები და სახელები, ვინც სტრასბურგის მასალებიდან ვიზეც ის წერდა, რომ იმის მაგივრად, რომ ესა თუ ის სახელმწიფო სახსარი მოეხმარებინა მინისტრს სახელმწიფო მიზნებისთვის, ის თავისი გარემოცვის ქალბატონების ზრუნვით იყო დაკავებული და ამაში ხარჯავდა იუსტიციის სამინისტროს სახსრებსო. ეს ეწერა სხვა ბევრ დარღვევას შორის. თქვენი აზრით, ხომ არ იყო ამის გამო სულხან მოლაშვილის ციხეში წამება სააკაშვილის შურისძიება მასზე? როგორ თვლით? ესე იგი აი სულხანიძე გამოსცეს წიგნი, ამაში წერია ბევრი ისეთი პიროვნებების სიტყვები დეტალურად. აი ახლა თქვენ ბრძანეთ, რომ იქ რაღაცა დახარჯა, აქ იმდენი რამეა ჩამოთვლილი, ალბათ რა ვიცი, ამას აღარ მიყვებით მაგაზე და პირადი შურისძიება იყო სწორედ ეს, რომ მას ვიღაცა ეწინააღმდეგებოდა, მის სახელს ვიღაცა სვრიდა, ასე მიაჩნდა მას თუ რაღაცა და ყველაფერს ზომებს ხმარობდა და მე რა მეკვირს იცის, რომ მაგის ქვეითა
პლიადა ხალხი ვინც გვარები აღარ მინდა სუყველანი მაგეს იმაზე იყვნენ აწყობილი მაგტონალობაში სუყველანი აი აკეთებდნენ ყველაფერს რომ ეს სიამოვნებია სააკაშვილისათვის ეს ერთ დღეში და ორ დღეში კი არ ჩანდა ხოლმე რასაც კი გააკეთებდნენ ყველაფერში უნდათ რომ სააკაშვილიც როგორ უნდა თუნდაც ისა რომ ცეჰეპატიტზე არ იმაზე ზევით ეწყინებათ რომ უნდა აი ყველაფერზე სააკაშვილი ბრძანებით თუ მითითები თუ რა სუყველანი აწყობილი იყვნენ ერთონალობაში რომ როგორმე ეს სიამოვნებია და იმის სიამოვნება ის იყო რომ სულხან მოლაშვილი დაეტანჯათ იქ და ყველაზე მთავარი რა არის ით რატო მაშინ სუყველა ოცნებობდა მაგაზე პირველი ბრალდება როდესაც დააპატიმრეს სულხან მოლაშვილი წეწერა იქა დასკვნაში რომ დააპატიმრეს 27201 ლარის პრემიები დაურიგა თავის თანამშრომლებს თვითონ არ აუღია კაპიკი აი ხო ოქმი იყო და ყველაფერი არა აი ამის გულისთვის დააპატიმრეს სულხან მოლაშვილი რომ ასე ყოფილაო და ამ დროს სულხანის აი ამ კონტროლის პალატის იმაშინა რამდენი ბიუჯეტიდან რამდენი თანხები აქვს ათასეული ომს და იმ საზოგადოებამ რო გაიგო რომ თურმე ამის გულისთვის წაუყენეს ბრალი სულხანისო სუყველა მოვიტანთ ისევ იმ თანხას აუღონ სულხანი გამოუშვა თანამშრომლებმა დავაბრუნეთ პრემიებს ბატონო თამას თავიდან რომელ საპატიმროში იყო სულხან მოლაშვილი ხომ არ გახსოვთ კი აი როგორ იყო იცით პირველად როდესაც მივიდა გრიგალაშვილთან თბილისის პროკურორთან ხო ჩააგდეს რომ აწოწე იქ წამება და იქ ხო იქ დამთავრდა ყველაფერი თავისი ის მოიხადეს ასე ვთქვათ სააკაშვილის წინაშე და მერე მოხდა ისეთნაირად რომ გადაიყვანეს ისეთ საშინელ მეშვიდე ხო რაღაც ისეთი ის არის რომ იქ გადაიყვანეს და იქი აუტანელი პირობები იყო რა აუტანელი პირობები რა იგულისხმება აუტანელ პირობებში ბატონო რას გულისხმობთ აუტანელ პირობებში იმას რომ დასაჯომის ხამი არ აქონდა სინათლე არ აქონდა საკანში სინათლე საერთოდ არ იყო არა და ჰაერის რაღაცა ერთი ჭუჭურტანა იყო ეს პირი რომ მიედოს ადამიანს და რომ ეს უთქას იქა ისე დღეში იყვნენ უბრალო ამბავი იცით მაგის გვერდზე საკანში ვინ რაღაცა გვარი იყო აღარ მახსოვს ეხლა მიუტანია ხაჭაპური საჭმელი რა იმისთვის და იმას გამოგზავნიათ საიდან მიაწოდა არ ვიცი სულხანის და ბადრაგი მივიდა და პირიდან გამოგლიჯა თორმე საჭმელი საჭმესაც არ აჭმევდნენ წესიერად თუ რა საჭმევდნენ რა ვიცი მე იქ საშინელი მდგომარეობა იყო ძალიან და აი ამ წვალებითა და დავიდარებით მე ყოველთვის ლაპარაკობდი ხოლმე რომ კი არ მომიკლეს შვილი დანა კი არ გაუყარეს შუბში წვია კი არ დაახალეს ნელი სიკვდილით მომიკლეს ნელი სიკვდილი ის იყო რომ ნელნენა ამას უკეთებდნენ რაღაცას უშხაპუნებდნენ მერე მორალური საქციელი ყველაფერზე და თავარი რა არის იცით ქალბატონოთია თვითონ მთავრობა მაშინდელი ყველანი იუსტიცია გინა მოადგილეები გინა ვინც იყვნენ იქა რა შევოდნენ იცით ესე იგი იცოდნენ რომ დანაშაულს ჩადიოდნენ ამის ფაქტი რა არის როდესაც სულხანი დააპატიმრეს თორნიკე ჩემი შვილი მუშაობდა პოლიციის სამმართველოში პოდპოლკოვნიკი სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაწერა განცხადება და არაო კაცო შენთან რა მინდა ჩემი ძმა სიხეში და მე ამ თანამდებობაზე წამოვიდა რო წამოვიდა და მე ადვოკატებმა ხო აღძრეს საქმე და სტრასბურგში გაუშვეს საჩივარი ხო გიჟდებოდნენ მაგაზე დაიბარეს თორნიკე მერაბ დონაძე ეს არ მინდა გვარები მაინც არ მინდა რა დაიბარეს და უთხრეს რომ შენ ეხლა დიდი დეპარტამენტის უფროსად უნდა გაგიშვათო
აი ეხლა ხელს მოვაწერო ამასო ეუბნება მაშინ ვინ იყო ბარამიძე თუ ვინ იყო აღარ მახსოვს მინისტრთან იყო შეხვედრა მოვაწერო ხელსო და შენო აქა და აქ სადღაც ეუბნებიან იქნები უფროსათო ოღონდო სულხანის უთხარი რომ გამოიტანოსო საჭილიო ეხლა გეკითხებით თუ და კარგი იცოდნენ რომ კარგ საქმეს აკეთებდნენ და დანაშაულს არ ჩადიოდნენ რა კიდე გაუშვი ყოფილიყო და სტრასბურგი იტყოდა რომ ხო ირიაო სულ თორნიკეს უთქვია სულხანი რომ გამოიტანოს სარჩელი სტრასბურგიდან ვენებს გადავიჭირი მე არ მინდაო და წამოვიდა გადის რამდენიმე ხანი და მამა გაიხედე აი ეს მანქანა მე დამდევს აი ეხლა მაგას დამიჭერენო მეო ან იარაღს ჩამიდებენო და ამ დროს ეხლაც უფლება აქვს რომ იარაღი ატაროს გასწ თავისი წოდებითა და თავისი იმითი და ან ნარკოტიკებს ჩამიდებენო ისი აგვიხდა ჩვენ ოჯახს ყველაფერი თორნიკე მორაშვილი დააპატიმრეს მოდის პირო ადვოკატი იყო ერთი აღარ მახსოვს რაგვარი იყო მოდის და მეუბნება უთხარიო რომ გამოიტანოს სულხანი იქიდანო და თორნიკეს მეორე დღესვე გამოუშვებენო ძევლად აიყვანეს რეალურად თქვენი მეორე ძევლად აიყვანეს ძევლად თქვენი მეორე ვაჟი იმისთვის რომ სტრასბურგიდან გამოეტანა შეღავდათ რომ სულხან მოლაშვილმა გამოიტანოს იქიდან სტრასბურგიდან საჩივარი კი ბატონო ეს რომ გამოიტანოს კითხვა ასეთი ჩემ თავს ვეკითხები ხოლმე როდესაც კაი თანამდებობას როდესაც დააპატიმრეს და ეხვეწებოდნენ რომ გინა თუ არა სულხანიმ გამოიტანოს იქიდან საჩივარიო ესე იგი გძნობდნენ ხო რომ არასწორად იყო ყველაფერი გამართული სულხანის მიმართ ხო აი ეგ იყო უბედურება სწორედ რომ ასეთნაირად უნდა დათ რომ როგორმე გაეკეთებიან ბატონო თამაზ წამება მდგომარეობდა რასაც თქვენ ყვებით რომ საკანში არ იყო სინათლე ის მუდმივად სიბნელეში იმყოფებოდა რომ არ იყო ჰაერი გარდა პატარა ჭუჭრუტანისა სადაც პირი უნდა მიედო პატიმარს რომ ჰაერი ან ცხვირი რომ შეესუნთქა ჰაერი არ ქონდა დასაჯდომი დასაწოლი გარდა იმ შემთხვევისა თუ თვითონ ციხის თანამშრომელი არ გადაწყვეტდა როდის გადმოეწია ეს ასაკეთსი საწოლი მისთვის არ ქონდა საკვები მაგრამ გარდა ამისა ჩვენთვის ცნობილია ფართოდ არის საზოგადოებისთვის ცნობილი ის დამწვრობები რაც მას ჰქონდა ზურგზე ამის შესახებ რომ გითხრათ რა იცით გავიგეთ ჩვენ მაშინ კი არა სულხანი როგორი იყო იცით აი როდესაც აწამებდნენ როცა ეგ ზურგზეც რო ისა თავზე იძახდნენ რომ თავზე წამოცმული მქონდა რაღაცა თვითონ სულხანი ამობდა მაგას ამას გებულობდით 1-2 თვის შემდეგ მე რაღაცნაირად ვიღაცა რაღაცას ამბავს გამოიტანდა და რაღაცა გნებათ ის ამბავი რომ აი ცეჰეპატიტზე 11 თვე როგორ გავიდა რომ ჩვენ გაგებაში არ ვიყავით ცეჰეპატიტი ქონდა თუ არა და თვითონ ამბობენ მე მაგას რომ აი ამ დროიდან იქამდე ესეთი ამბავი იყო და ის წამების ამბავზე კიდე არ ვიცი რა ასეთი წამება და ასეთი ისა ძალიან მერე და მერე ისეთ რაღაცეები გამოქონდათ იქიდან ამბავი რომ მე პირადად ტირილი კერა ბღავილი ამიტყდებოდა ხოლმე და აღარ ვიცოდი რა როგორი საქმეა რა არის იცით დედა გარდამეცვალა მამა ძმა მეუღლე ყველა ხო უბედურება მაგრამ შვილი პერს არ უსურვებ სულ სხვა გზნობა აი ესე გამაუბედურა მაგ მიშა სააკაშვილმა მაგის მე დიდი იმედი მაქვს რომ ბატონი მიხეილი სადაც ბრძანდება თავისუფლების აღკვეთის ადგილას სულხან მოლაშვილისგან განსხვავებით მას არავინ არ აწამებს მას აქვს ტელევიზორი აქვს სრულფასოვანი პირობები რა გაქვთ მისთვის დღეს სათქმელი? დარწმუნებული ვარ რომ
ის ალბათ გვისმენს სააკაშვილი, სადაც არის თავისუფლების აღკვეთის ადგილას. დღეს ამდენი წლის მერე რა გაქვთ მისთვის სათქმელი? რა მაქვს? სათქმელი, რამე გაქვთ სააკაშვილთან? დიახ. რა მაქვს სათქმელი და სულხან მოლაშვილი რო შეაგდეს სული ამ სიტყვის მნიშვნელობით უბედურ კამერაში. ერთი ნახევარი საათით სულხან მოლაშვილი დღეებითა და მიმევით იყო იქ, ხო? სააკაშვილს მოკიდონ ერთი ხელი, მიიყვანონ იქა, შეაგდონ ნახევარი საათი და რო გამოვა იქიდან, თამაზ მოლაშვილი დახვდეს და უთხრას: აი აქ შეყავდა შენი ბრძანებით სულხან მოლაშვილი. კარგი იყო? აი ნეტა ესეთი რამე შეიძლებოდეს, რომ მაგასაც აგრძნობინონ იქ რა არის, მაგრამ არა. წამოკონტროლებულია დასასვენებელ სახლში, გემრიელად მიირთმევს და ამას ქვია დაპატიმრება? არა მგონია რომ დაპატიმრებული. კეთილი ენებოდა ჩვეულებრივ იმაში კამერაში გადაიყვანენ როგორც არის და მოფერება და ისა ეყოთ ამათი ამდენი მოფერება და რა ვიცი აბა სხვანაირად როგორ გეთანხმებით. ბატონო თამაზ, თქვენ იყავით მაშინაც სკოლის დირექტორი. მერიიდან ხომ არ ყოფილა, ვთქვათ, იმიტომ რომ თქვენი სკოლა მერიას ექვემდებარებოდა და თქვენ მუნიციპალური მოსამსახურე ბრძანდებოდით. ხომ არ იყო რაიმე ტიპის ან კომუნიკაცია, ან ზეწოლა თქვენზე? სამსახურებრივად არ ყოფილა. გერიდებოდნენ უფრო მეტად. როდი და დაწყეული დათო კიტაშვილი რო იყოს ქალაქის კულტურის სამსახურის უფროსი, მერე ბერძენიშვილი, მერე ის, მერე ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და არა პირიქით, აი წარმოიდგინეთ ესეთი ამბავი, რომ მე რასაც ვეუბნებოდი, მიკეთებდა იმას, რა კერძოდ. ოთარ თაქთაქიშვილის დროს ჩასაბერ საკრებებზე სწავლა უფასო იყო. დიახ. ოთარის გარდაცვალების შემდეგ არ ვიცი ვინ იყო, რა იყო, ისე დააწესეს სწავლის გადასახადი და დენადობა მოიკლო. თქვენმა მორჩილმა თამაზ მოლაშვილმა 156 სკოლა რო არის შემზევით 60 ბავშვი ჩამოიყვანა და ბავშვებს ეუბნება, რომ სწავლა უფასოა, მოდით მეტი. რის უფასო, რა უფასო, ყველაფერი და ჩემ მასწავლებლებს უთხარი, რომ ხელფასის მიხედვით, მოდი მანეთი, 2 მანეთი, 3 მანეთი შევკრიბოთ და ამ ბავშვების ფული გადავიხადოთ და ეხლაც ვინმეს რო დაჭირდეს, ჩვენს არქივში ინახება 360 ლარი, იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი და ივნისი და 360 ლარი შევიტანეთ, რომ ამ ბავშვებმა ფული გადაიხადესო. ამ დროს ორკესტრი გუგუნებს, რო გაიგეს, გამომიგზავნეს ავტობუსი და 1 ივნისი არის ბავშვთა დღე, ვაკის პარკში ჩვენმა ორკესტრმა გუგუნა. და რატო გეუბნებით ამას იცით? როდესაც მითხეს ჩაჯექი ახლა ავტობუსში და წაიყვანე ბავშვებიო, რო წამოიყვანე, მე უთხარი შოფერს თავისუფლების მოედანზე მიმიყვანე მეთქვი. ეხლა სადაც ის არის საკრებულო, მანდ მერია იყო, დავაყენე, სურათიც მაქვს გადაღებული, კედელზე მაქვს ჩამოკიდებული, ფორმები აწვიეთ ბავშვებს, დაცხეს და შეიკრა, ისენი რა ქვია, ზები შეიკრა, ხალხი შოჩქოლი რამე, ყველაფერი და ჩამოცვიდნენ, აღარ მახსოვს ვინ იყვნენ მაშინ, ჩამოვიდნენ დაბლა და კითხულობენ რა ხდებაო? რა ხდება? მე ვთქვი ორკესტრი შეხვედი და გილოცავთ ამას მეთქვი. გავიდა რამდენიმე ხანი 1 სექტემბერი დაიწყო, გავაშონშოლი არზა და აი მერიიდან რაო მივედი და უთხარი ორკესტრი მოგეწონათ მეთქვი. გადასარევი იყო. ხო და აღარ იქნება მეთქვი. რატო და მე მასწავლებლებს ფულს ვეღარ გამოვართვები მეთქვი. არ მახსოვს იმ წუთშივე ჩემ განცხადებაზე 1997 წლიდან დაწყებული ჯერ კიდევ დღემდე 154 მოსწავლე ყავს ჩასაბერ საკრებზე. კაპიკ ფულს არ იხდიან სწავლის გადასახადს. ეს ის ვითომ რეფორმა იყო, რომელიც სააკაშვილმა გაატარა, დაარღვია და დაანგრია სახელოვნებო განათლება და ის რაც იყო უფასო, გახადა ფასიანი.
სხვაგანაც იგივე გააკეთა სახელმძღვანელოებს ცეცხლის ფასი ეკიდა და ბავშვებისთვის სწავლაზე წვდომის უფლება იყო დარღვეული. ბატონი დავით ოკიტაშვილი რო ხელს შეგიწყობდათ მერიიდან ამაში ეჭვი არავის ეპარება, დიდი მადლობა მას. შემდეგ ის თავად იყო მსხვერპლი სააკაშვილის რეჟიმის და მას მძიმედ დაუზიანდა ჯანმრთელობა მათ შორის საპატიმრო პირობებში და სისხლის სამართლის პროცედურის ფარგლებში. ისინი ყველას შეეხნენ თავისი ბინძური ხელებით. ამიტომ ეს გასაგებია და ამას ემსახურება სწორედ კომისია. ბატონ სოზარს სურდა კითხვის დასმა, მე მგონი ხო არ ვცდები. განცხადება, დიახ. და შემდეგ სხვა წევრებს ვთხოვ, რომ გამოთქვან მოსაზრებები. დიდი მადლობა ბატონო თამაზ და ბოდიში რომ მართლა ესეთი მძიმე ამბების გახსენება გიწევთ, მაგრამ საჭიროა რომ ჩვენმა ახალმა თაობამაც იცოდა ეს რა ხდებოდა. უბრალოდ დავაზუსტებ რამდენიმე რამეს. ბატონი მათიას იორში, რომელიც თქვენ ახსენეთ, იყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, ის იყო ჩამოსული საქართველოში, სწორედ ნანა კაკაბაძის დაჟინებული მოთხოვნით შევიდა ქალბატონ ელენე თევდორაძესთან ერთად და მე გვახსოვს მისი ემოციები ყვებოდა იმ უსასტიკეს პირობებზე, მან განცხადებაც გააკეთა, რომელშიც სულხან მოლაშვილი იყო მოთავსებული. ეს იყო არაუბრალოდ უფანჯრო ოთახი, არამედ ეს იყო სარდაფი აბსოლუტურად ნესტი, უბრალოდ ჰაერიც კი არ იყო, აი ნესტი სავსე ოთახი და გაატარა რამდენიმე თვე გაატარა სულხანმა, ადამიანმა, რომელიც იყო ნაწამები და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს, რომ გადაეყვანათ საავადმყოფოში, ამის შემდეგ მოხდა მისი გადაწყვეტა ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოზე. მოგვიანებით, როცა მე საქართველოს სახალხო დამცველად ამირჩიეს, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ბატონი თომას ამარბერგი შევიყვანა ბატონ სულხან მოლაშვილთან და მირცხოლავა ერთად იჯდნენ ისინი და ისინი უყვებოდნენ მას იმ წამებაზე, რომლებიც მათ გადაიტანეს და უბრალოდ დაუჯერებელი იყო მისთვის, ყოველ წუთს მომიბრუნდებოდა ბატონი კომისარი და მეკითხებოდა სოზარ, ნუ თუ ეს მართალია, ნუ თუ ეს შესაძლებელია მოხდეს ხო და მე უდასტურებდი, თუმცა ჩემი დასტური რა თქმა უნდა არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რომ საბოლოოდ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ წამების ის თითოეული ფაქტი, რომელიც იყო ბატონი მოლაშვილის მიმართ, ბატონი მირცხულავას მიმართ იყო აბსოლუტურად სწორად გამოხატული მათ ამ განცხადებებში და ეს იყო მართლა მომხდარი უსასტიკესი რეჟიმის მიერ. ადილესტი. შეკითხვები ხომ არ არის? ბატონი გურამი. დიდი მადლობა ბატონ თამაზ მობრძანებისთვის და მესმის რთულია იმის გახსენება, თუმცა მნიშვნელოვანია ამ კომისიისთვის და ზოგადად საქართველოსთვის და იმ ახალგაზრდებისთვის და არა მხოლოდ რომლებიც დღეს მაგალითად აპროტესტებენ ელენე ხოშტარიას ბჭყალებში წამებას, რომელიც ღიმილით გამოდის იქ საპატიმროდან მეორე დღეს და სააკაშვილის ასევე ბჭყალებში წამებას, რომელიც როგორც თქვენ ამბობთ, ოროთახიან ლუქსში არის იქ წამოკოტრიალებული. მე მინდა რომ კიდევ ერთხელ ახალგაზრდებთან ერთად ჩვენს უცხოელ პარტნიორებს და ელჩებს მიმართო, რომლებიც გვიწუნებენ ხოლმე ხშირად დემოკრატიას და სხვათა შორის არაერთხელ რეზოლუციაშიც ახსენეს და კომენტარებშიც რომ თითქოს ნაწამები იყო პატიმარი სააკაშვილი. აი ამ სხდომებს ხომ უყურებენ უკვე 2 თვეზე მეტია, ბევრად მეტია, რაც თითქმის ყოველდღიურად აქ მოსული ადამიანები საუბრობენ წამებაზე. არა აქვს მნიშვნელობა ეს ქონება დაკარგა, თანამდებობა გაათავისუფლეს, პოლიტიკურად დევნილი იყო თუ ასე შემდგომ, საბოლოო ჯამში მაინც ყველა ფაქტი მიდიოდა ციხეზე, წამებაზე, არა მარტო დაპატიმრებაზე. მე იქ რასაც მაგალითად იგივე თქვენ აღწერთ. აი ამიტომ მაქვს სურვილი რომ გამოეხმაუროს ევროკავშირის ელჩი აი ამ კომისიის ხდომებზე იმ მსხვერპლების განცხადებებს, რომლებიც არიან პირველ წყაროები, რომლებიც მართლა წამებას აღწერენ და ეს დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოს ფაქტებით და ქართული მართლმსაჯულების ფაქტებით და ასთავარია საზოგადოებით. ამიტომ ეს მინდოდა გამეკეთებია ეს განცხადება, რომ მესამე თვე სრულდება და აი ამ მართლაც წამებებზე და ამ უბედურებებზე გამოხმაურება რა არის ზოგიერთი ელჩებიდან ჯერჯერობით არავინ არ იცის და
აი თავარი არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ ის რომ ახალგაზრდებმა რომლებიც აი ელჩების განცხადების საფუძველზე ვითომ აპროტესტებენ აი ვითომ დემოკრატიის უკუსლას აი ეს მოისმინონ და ამაზე გააკეთონ რეაგირებები ეს განცხადება მინდოდა მადლობა და თქვენ რომ ბრძანეთ რომ C ჰეპატიტის მკურნალობაზე უარი უთხრეს ბატონ სულხან მოლაშულ თქვენ რომ ბრძანეთ რომ C ჰეპატიტის მკურნალობაზე უარი უთხრეს ბატონ სულხან მოლაშულს უბრალოდ ჩვენი საზოგადოებისთვის მაშინ არა მხოლოდ უარსეობდებოდნენ მკურნალობაზე საერთოდ აკრძალეს სკრინინგი აკრძალეს პატიმრების შემოწმება C ჰეპატიტზე რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს არ გაევალდებულებინა ქვეყანა რომ ამ კონკრეტულ პატიმარს ისა უმკურნალეთო და როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩავატარეთ სკრინინგი და ყოველ მეორე პატიმარს ჰქონდა C ჰეპატიტი ანუ მაშინ 24000 პატიმრიდან 12000 პატიმარს ჰქონდა C ჰეპატიტი და მაშინ დაიწყო ის უნიკალური პროგრამა რომელიც დაახლოებით $100,000-მდე ჯდება ერთი ადამიანის მკურნალობა და უფასოდ მკურნალობთ არა მხოლოდ პატიმრებს არამედ ყველა ჩვენს მოქალაქეს მაგრამ სწორედ ციხიდან დაიწყო ეს პროგრამა ისე რომ იცოდეს ახალგაზრდობამ განსხვავება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობის მიმართ მიდგომა იმ ხელისუფლებასა და დღევანდელ ხელისუფლებას შორის ერთადერთი ხალბატონოთია რა იცით აი თქვენ რასაც აკეთებთ ეხლა დიდებული არის ძალიან შრომატევადი არის და ამასინად გავიგე ტელევიზორში მოვყარი ყური რომ კიდევ ერთი თვით გაგრძელდაო ჩვენ ამათი მუშაობაო ჩემი აზრით ჩემი წლოვანების მიხედვით ჩემი ძლია თქვა რომ ერთი თვი არ ეყოფა შიგა და შიგ აი ახლა მე რო აქედან გავალ ისეთ რაღაცები გამახსენდება ანალოგიურად თქვენ როდესაც ვიღაცებს დაკითხავთ ერთს რო გეტყვის რო გავა კიდე იქ მეორე გამოჩნდება მესამე გამოჩნდება კაი დიდი ხანი მოგიწევთ მუშაობა იმდენი სიბინძური იმდენი სისაძაგლე აქვთ ჩატარებული მაგათ რომ აი მე აქა ვარ მე მინახია აქ ვინიჯდა მაგრამ არიან ხალხი ვინც არ ან ვერ მოვლენ ან თქვენ ვერ მოიყვანეთ ან რომ იმათაც დიდი დანაშაული იმათზეც დიდი დანაშაული აქვთ ჩადენილი ამაზე და ამიტომ მე მადლობასაც მოგახსენებთ ასეთი საქმისათვის და გისურვებთ გამძლეობას ნამდვილად იცით შეტევაზე ერჩები გინდა და ზოგიერთები ვინც გადმოდიან გასაგებია ეს ყველასთვის მაგრამ თავარია რომ ახალგაზრდებისათვის მიიტანონ გემრიელად აი გინდა ლექცია წაუკითხონ გინდა მაგალითები აჩვენონ წარსული სურათები ყველაფერი რომ ნუ აბრიყვებენ აი გაბრიყვებულ ახალგაზრდობას ჩვენ ახალგაზრდობა გჭირდება და ღმერთს მაქენას რომ ის ახალგაზრდობა რეალურად რო შეხედოს მან ცხოვრებას ბატონი მადლობა ბატონი თენგიზი ბატონი ილია ბატონი ალეკო ესე იგი აღარ გამიმეორებ იქ რაც აკითხა მე მინდა ჩვენი მოსახლეობის ყურადღება მივაქციო ერთ ძალიან ფრიად აქტუალურ საკითხს ვიდრე ეს კომისია დაიწყებოდა შეიძლება მანამდე ადამიანს ეჭვი ქონოდა მაგრამ სულ უფრო და უფრო წმუნდები ერთ რამეში და მინდა ამ კუთხით შეხედოს ჩვენ რა მომრჩევა და მოსახლეობა ამას ერთია როდესაც და ამას ამკვიდრებენ რომ შეიძლება რაღაც პოლიტიკური ჯგუფი იყოს ხელისუფლების სათავეში კონდეს რაღაც ნათელი იდეა და ამ ნათელი იდეის გატარების დროს რაღაცა შეცდომები პოლიტიკური დაუშვა შეიძლება გადაცდომებიც ამასთან არა გვაქვს მხოლოდ საქმე ჩვენ ესე იგი სხვადასხვა კუთხით დავინახეთ რომ სულხან მოლაშვილი აწამეს იმის გამო რომ პირადი ინტერესი ჰქონდა ანუ რაღაცა საქართველოს დათელი მომავლისათვის კი არა რომ ზედმეტ მოუვიდათ არამედ პირადად იმიტომ რომ პირადად მას შეეხო რომ მას უპოვა რაღაც დანაკლისი როდესაც ის თანამდებობაზე იყო და გადაცდომა კი აქ მე მინდა ყურადღება მივაქციო რომ ეს არ არის ნაციონალური მოძრაობის ის დანაშაულებრივი ჯგუფი რომ რაღაცა ჯგუფი შეიკრიბა რაღაცა პოლიტიკური ამოცანა ჰქონდათ და რაღაცა ცოტა ზედმეტი მოვიდათ ეს ასე არ არის
პირადად იყო ნაწყენი და კაცი ჩააგდო, ესე იგი სასიკვდილო მდგომარეობა და მიიყვანა. გუშინ მოვისმინეთ, რომ მეუღლესთვის მანქანა უნდოდა და 3 ნახმარი მანქანის ჩამოყვანისთვის კაცს დააბრალეს, რომ იაპონური იაკოძასთან ქონდა საქმე თურმე და 3 ნახმარი მანქანის მეტივედ ჩამოიყვანა მაფიასთან რო კავშირი აქვს იმ ადამიანმა თან ნახმარი. და რატომ აღმოჩნდა? იმიტომ რომ თურმე მეუღლესთვის სჭირდებოდა მანქანა. რამე ნათელი იდეისთვის კი არა ბიუჯეტის შევსებისთვის, მეუღლესთვის სჭირდებოდა მანქანა. ამ კიდე მოვისმინეთ, რომ თქვათ არასწორად გაასხვისეს, თქვათ ლისის ტბაზე რაღაცა. მივიდნენ იქ და იმიტომ კი არა, რომ ქალაქისთვის დაებრუნებინათ ან რაღაცა, თქვათ სახელმწიფოსთვის შეემატებინათ, თუ თქვათ თვლიდნენ, რომ უკანონოდ ქონდა მას ეს. წამოიღეს და თავისი ბანკების მეშვეობით მიითვისეს და ბიზნესი წამოიწყეს. მივიდნენ პოლიტექნიკურ მაშინდელ ინსტიტუტში, ახლა უნივერსიტეტში და იმიტომ კი არა, რომ რაღაცა ისეთი ხდებოდა, უბრალოდ რომ თავისი პირადი ბიზნესი აეწყოთ, პირადი იმისთვის გააკეთეს იქა და წამოიღეს და დღემდე ეს ბიზნესი ფუნქციონირებს. ამიტომ ეს დანაშაულებრივი ჯგუფი არ გეკონოთ რაღაცა პოლიტიკური დამნაშავეთა ჯგუფი, რომელსაც რაღაცა ზედმეტი მოუვიდათ. ეს ასე არ არის, ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალების ჯგუფი, რომლებიც თავისი პირადი კეთილდღეობის, პირადი ბოღმისთვის, პირადი იმისთვის ნებისმიერ ადამიანს გაწირავდნენ, ნებისმიერ ადამიანს ჩააგდებდნენ სასიკვდილო მდგომარეობაში. და ნებისმიერ წაართვებდნენ ქონებას, იმიტომ კი არა რომ სახელმწიფოსთვის შეემატებინათ რაღაცა. იმიტომ რომ მე ვთქვათ მისახლობლებს ბიზნესი წელში გამართული ქონოდათ. და აი სულხან მოლაშვილის მაგალითი, ეს არის შებაჯამებელი მაგალითი, რომ პირადი ბოღმის გულისთვის რა შეიძლება გავუკეთო ადამიანს. ეხლა მართლა ის არის ერთია რომ თქვათ შეიძლება კაცი გაგიჟდეს და გამწარებულ გულზე ვიღაცას ესრულოს და მეორეა იცი რომ ადამიანს ჰეპატიტი აქვს და 11 თვე არ უკუნალობ აუცილებლად იცი რა შედგება დადგება ადრე თუ გვიან როცა ამას გააკეთებ. აი ესე წამებით. ისთვის ესეც თავისი პირადი ბოღმის გულისთვის. ამიტომ მე მოსახლეობას მოუწოდებ რომ ეს ნაციონალურ მოძრაობას ნუ შეხედავს კიდევ ერთხელ მეორებ. ზოგჯერ 5-ჯერ გამეორებაა საჭირო რომ კარგად გაიგოს ვიღაცა. ნუ შეხედავს რომ ეს არის რაღაც პოლიტიკური დაჯგუფება, რომელიც საქართველოს ნათელი მომავლისთვის იბრძოდა და რაღაცები ცოტა ზედმეტი მოუვიდა. ეს ასე არ არის. ეს ასე არ არის. ალბათ. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს რომ ახალ წელს საქართველოს შეხვდება ნაციონალური მოძრაობის გარეშე და იმ დასკვნაში, რასაც ჩვენ შევადგენთ, ეს მიმართულება, რაც თქვენ გამოკვეთეთ ბატონო თენგიზ, არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირადი ბოღმისთვის, პირადი შურისძიებისთვის, ადამიანების გაუბედურება, სულხან მოლაშვილის შემთხვევაში ეს ნამდვილად ასე იყოს, საქმის მასალებიდან და სტრასბურგის გადაწყვეტილებიდანაც ეს დასტურდება, რომ იყო რა სულხან მოლაშვილი, ახალგაზრდა, პერსპექტიული კაცი, პროფესიონალი, კონტროლის პალატის თავმჯდომარე, მან მაშინდელი იუსტიციის მინისტრ სააკაშვილს აღმოუჩინა სერიოზული დარღვევები, ისეთი დარღვევები, რაც შემდეგ სააკაშვილმა უკვე პრეზიდენტობისასაც გააგრძელა და რომელიც უფრო გვიან ამოვიდა ზედაპირზე. სულხან მოლაშვილმა მისი ამგვარი მიდრეკილებები ძირშივე აღმოაჩინა, მანამ სანამ ნაციონალური მოძრაობა საერთოდ დაფუძნდებოდა როგორც პარტია. და ვინაიდან აღმოჩნდა, რომ სულხან მოლაშვილი იყო წინაღობა მიშას აღზევებისთვის, პირადი, როგორც თქვენ ბრძანეთ, მიზნებიდან გამომდინარე, პირადი პოლიტიკური კარიერული მიზნებიდან გამომდინარე და ალბათ გარეშე გარედან მფარველების და სხვების ხელდასმითაც სულხან მოლაშვილი გაანეიტრალეს. ამას სხვა არაფერი ჰქვია. თუმცა ეს არ არის ბოლო საქმე, რომელსაც ჩვენ ვისმენთ აი ამ კონკრეტულ თემატიკაზე, რაც ბატონმა თენგიზმა წამოჭრა. ბატონი მიხეილ სააკაშვილის მიერ საკუთარ მეგობრებზე, კლასელებზე, ოჯახთან დაახლოებულ მეგობარ ახლობლებზე, ბავშვობის თუ ახალგაზრდობის დროინდელებზე ვამბობ, შურისძიების არაერთი სხვა მაგალითიც არსებობს, როდესაც ის გახდა პრეზიდენტი და ძლევამოსილი, როგორ გამოიყენა ხელისუფლება თავისი ბავშვობისა თუ ახალგაზრდობის დროინდელი
ფსიქოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად, როგორ გააუბედურა თავისი სიყრმის მეგობრები, ისე რომ თვალიც არ დაუხამხამებია. ამიტომ იმ დასკვნაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს მიმართულება იყოს თვალსაჩინო, რომელიც თქვენ დღეს წამოჭერით და მადლობა თქვენ ამისთვის. ბატონი თამაზი აპირებს რეპლიკას, შემდეგ ბატონი ილია. ხო, ეგრეა. მე თქვენ გნებავდათ რაღაცის თქმა, ბატონო თამაზ, თქვენ გნებავდათ რაღაცის თქმა, ბრძანეთ. ვერ გავიგე. რაღაცის თქმა გნებავდათ. თუ დასვას ბატონმა ილია. არაფერი ამინდა. ბატონო ილია დასვით მაშინ. ეს გამწარება რა არის, იცით? ნათქვამია დრო იცის რაღაცა დავიწყება ეს ტკივილი ამ ტკივილის დავიწყება არ შეიძლება მეცა და სხვაებისაც როგორ შეიძლება რაღაც უბედურებაზე თქვა რომ იმას აღარ ვაქცე ყურადღებას და ეხლა ხშირად ამობენ ხოლმე არო ძველ საქმეებს რას გამოეკიდენენო ედალოცვილო სხვისი ჭირი ღობე ჭირიო რო იძახიან ეს ხალხი რამ გააველურა რომ იდიან მიცვალებულთან და უსამძიმრებენ გისამძიმრებო აი ამ ადამიანებმა როგორ უნდა მივიდნენ ვიღაცასთან და მიუსამძიმრონ იმას როდესაც სულხან მოლაშვილი მამას ეუბნებიან რომ შენი შვილის კვლელი უნდა გამოვიდესო აზროვნება ხო უნდა კონდეს იმხას ენა მაიც არის გააჩვენო და კარგია ეთაყვანე სააკაშვილს და რაც გინდა ის გააკეთე მაგრამ გამოუშვიო ვისა კაცო შვილი რომ მოუკლა იმაზე იძახი და სხვათა შორის ერთ მაგალითს გეტყვით და დავამთავრებ რა მაჩალიკაშვილი რო არის ხო იცით შვილი რომ მოუკლდეს რაღაცა აქ უკან მიშას სურათი იყო ეს როდინდელაბოს გეუბნებით თვითონ დგას იქა და სააკაშვილი აქ უკან მივედი მხარზე ხელი დავადე მე სულხან მოლაშვილის მამა ვარ მეთქვი შვილი მომიკლა ამან მეთქვი მე ვთხარ შენ რო შვილი მოგიკლეს რომ მითხრეს მე რომ მითხრან ვინმე მეთქვი და იმაზე გითხრა რომ აი ტაში დაუკრა მეთქვი გაგეხარდება მეთქვი პასუხი არ გაინტერესებთ როგორც ამ კაცმა შვილი მომიკლა მე შენი შვილი რომ მოკლეს იმაზე რომ თქვა ტაში დაუკრა და თქვა რომ აი ამეთი მიყურებს და პაუზა გააკეთა ძალიან დიდი ვერაფერი ვერ მითხრა ესე მხარზე დავარტყი ხელი და დამოვედი რა არის იცით რაღაცა ეს ვარ მეთქვა მე რატომღაც ვიგრძენი რომ რაღაცა იგრძნო მაშინ რაღაცა ასე ვთქვათ ეხლა ცოტა ურევს გებრიელად მაგრამ ის რომ მაგალითი დაუდე თავის შვილზე და ჩემ შვილზე ამის ქვეშ რომ ლოცულობ მე ვთხარი მაგან შვილი მომიკელა მე და როგორ ლოცულობ მეთქი აი ეს გავაგებინე და რა უნდა ეპასუხა ბატონო ილია დასვით კითხვა თუ შეიძლება მოგესალმებით ყველას ბატონ სოზარმა აღნიშნა და ხაზი გაუსვა როდესაც 2004 წელს 12 ივლისს მათიუს ორშმა ჩამოვიდა და ინახულა მოლაშვილი ციხეში და მის მერე განცხადება გააკეთა. თუ იყო რომელიმე საელჩო, რომელმაც ესეთი კრიტიკული განცხადება გააკეთა მაშინ, ან თუ მოინახულა, ან თუ ქონდათ ამ საქმის გახმაურების უფრო მეტი საშუალება, მეტად ამოეწიათ ეს ამბავი. ან პროკურატურას თუ ქონდა რამე რეაგირება ამ წამებასთან დაკავშირებით. ბატონმა გურამმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს თუ გააკეთებენ რამე კომენტარს ამ ისტორიების მოსმენაზე, რაც მაშინ ხდებოდა. მე მაინტერესებს მაშინდელი საელჩოები თუ იყვნენ იმ მოწოდების წინ სიმაღლეზე, რომ გაეკეთებინათ კომენტარი და ეთქვათ, ან გამოეტანათ, ან ენახულათ
რა ხდებოდა და რა მდგომარეობა იყო მაშინ ციხეებში. არავის ისეთი რამე არ უთქია, უბრალოდ მე მახსოვს ძალიან კარგად 150-მდე სპორტსმენი, აკადემიკოსი, ექიმი, კულტურის მუშაკი წერილი რო გაუგზავნეს სააკაშვილს. აი ამ წიგნში მაგათი გვარები და სახელებია ჩადებული. 123 თუ ისე რომ ჩვენ თავდებით უდგებით სამიშვილის მამა ასე და განთავსდა მიშა სააკაშვილმა ჩარეცხილები უწოდა სოყოლას. 123 ადამიანი საქართველოში სახელმოხვეჭილი პიროვნებები, ისეთი კი არა უბრალოდ ნებისმიერი საზოგადოების წევრი, პროფესორები, აკადემიკოსები, სპორტსმენები, ექიმები, კულტურის მუშაკები წერილობითი მიმართავენ, კი არ იმალებიან, აძლევენ თავის სახელსა და გვარს, ხელსა წერენ, რომ გამოუშვი ეს კაციო. და ეს უყოლადი ჩარეცხა სააკაშვილმა. ჯერ მარტო მაგის გულისთვის, რომ სააკაშვილმა წყინვალე საზოგადოება საქართველოსი ჩარეცხილები გასაგებია, ხო? აი მაგის გულისთვის არის მარტო დასაჭრელი ეს პიროვნება და საერთოდ მაგისი მინდევრების უყოლა. საერთოდ ნაციონალური მოძრაობა ამოვიდა ხალხს ყელში რა. ეხლა თქვენ შეიძლება ყველაფერი იცით და ისა, მაგრამ მეც ხო საზოგადოებაში მიხდება ხოლმე უბრალო ხალხთან მუშაობა. ყელში გვაქვს ამოსულიო ეს ნაციონალური მოძრაობაო. არ შეიძლება რომ როგორმე რაღაცნაირად გაუქმდეს ეს ისა ჩააკბენდინონ ხმა. ნუ დაიჭერენ, ნუ მოკლავენ თუ რა ვიცი რაც უნდა ის გააკეთონ. უბრალოდ გააჩუმონ და უთხრან რომ გაიგე კახურიან და ზარი ერთი. ორი კაცი რო გეტყვის რომ ფეჩისტურობა ხარო, ბოლი უნდა გამოუშვაო. ეს კახური ანდაზაა, დღეს გავიგე რომ კახური ანდაზა ყოფილი. ზედალოცვილო, ამდენი ხალხი გეუბნება რომ ასე და ასეო და შეკიდება ის ყირაზე გადადიხარ. ეგ რა არის ეხლა დგამაგებინე. გაკოტრებულები არიან, მაგრამ მალე ესეც აღარ იქნება შესაძფასებელი. ჩვენი მიზანია რომ დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენლები და ასეთი წარმომადგენლების მიერ დაფუძნებული ნებისმიერი პარტია, იქნება ეს ნაციონალური მოძრაობა თუ სხვა, ვეღარ იყოს პოლიტიკურ ველზე. არჩევნებში თუ არჩევნებს მიღმა პოლიტიკურ ველზე, პარტიის ფორმით. ამიტომ ეს არის ის მიზანი, რისკენაც ჩვენ მივისწრაფვით. ბატონ ალეკოს აქვს ერთი შეკითხვა, მნიშვნელოვანი შეკითხვა. მოგესალმებით ბატონ თამას. ცოტა ხმამაღლა არ მესმის. მოგესალმებით ბატონ თამას. ჩვენ ისევ რომ დაუბრუნდეთ მისი დაკავების პროცესს. მაშინ გამოძიებას აწარმოებდა ქალაქის პროკურატურა, ხო? გარდა იმისა, რომ თქვენი მეორე ვაჟიც დააკავეს და ამით ითხოვდნენ, რომ განცხადება გამოგეტანათ, რომელიც სტრასბურგს მიმართეთ. ხო არ იყო ასეთი რამე, რომ მის გასანთავისუფლებლად თქვენ გთხოვეს წყნეთში, რომ შეგეძინათ აგარაკი? ვინმეს თუ გთხოვეთ? თქვენ თუ გთხოვეს, რომ შეთანხმებულიყავით გარკვეულ გარიგებაზე, რომ წყნეთში აგარაკი უნდა შეგეძინათ თქვენ. ამ შეთანხმებას თვითონ გვაძლევდნენ ხოლმე. ხო და ის კონკრეტული ფაქტი მაინტერესებს, წყნეთში აგარაკი თქვენ შეიძინეთ? როგორ? წყნეთში აგარაკი შეიძინეთ? აი მაგაზე გეუბნებით ეხლა სწორედ. ხო, აი როგორ იყო ეგ ამბავი იქ? როგორ იყო და სრულიად სხვათა შორის სულხანი ერქვა თუ მახსოვს ეხლა ჩემი ხსერებიდან იმ პიროვნებას ვისიც იყო იმას მე ვიღაცაზე გაუყიდია თუ რაღაცა მე. ხო და აი ესო სულხან მორაშვილის აგარაკიაო, გინდა თუ არაო. პირადად მე გრიგალაშვილმა გამაგზავნა გარდაბანში. რომ რაღაც საბუთი უნდა წამომეღო ისი და მე ვთხარი რა ვიცი მითხრეს მეთქვი რომ 10 დღე ჭირდება იმ საბუთის მომზადებას და არა დარეკილიაო უკვე და მიდიო და ალბათ შეიქმნა კონსილიუმის ჩემ თათია ბახტურიძესთან ჩემ ძალთან სახლში აბა რა ვქნათ აი ჰუი აქეთ იქითა და
პირადად მაგათი სიტყვა იყო ასეთი. კაცო, აიცადეო რა, როგორმე გავაკეთოთ ისევ, რომ ეს აგარაკიო მიშას მიუგდოთო. დიდი პიროვნებები ლაპარაკობდნენ ამას და რომ მივცემთ ამასო სააკაშვილი ავაო ლენტს გაჭრისო ეგ უნდაო რომ პიარი დამარხეს ესე გააკეთეს ოიცი ორ დღეში შეგვაძენინეს აბა როდის ეხლა ფულ შეგროვება ხო უნდა და რაღაცა და ზოგმა საიდან და დღეს რო აგარაკი ჩაითვალა ჩემარ ძალმა ხელი მოაწერა რომ ვიყიდეო ორ დღეში და ამას აკეთებდნენ რატო იცი ამას გააკეთებ თორე სულხან მოლაშვილის სახში იქნებაო ორ დღეში რა მოხდა შეგაძენინეს ძალით აგარაკი ფული შეაგროვეთ და ორ დღეში რა მოხდა ორ დღეში პირობა იყო ასეთი რომ როდესაც ამას გააკეთებთო ჩვენო გამოუშვეთო ამასო და მართლაც ატყდა ერთი აბავი და ის აურთაჭალაში რო ციხია სადაც ის იყვნენ აბა 12 საათზე სულხანი გამოშვებული იქნებაო არ ვიცი საიდან წამოვიდა ეგაზი და როგორ იყო და მეც იქ ავარ ჯებებიც იქ არიან სოყველანი და უცბად ვიღაცა გამოდის და იზარს არა სულხან მოლაშვილს არ უშვებენო აი ესე გაგვაკეთებინეს ეგ ამბავი და მაშინ იყო რომ დავიწყე მაპატიეთ რა კაი გემრიელი გინება და აი ეს აპარატებით მომვარდნენ სულხანი ეს ტელევიზორშიც იყო ბატონო თამაზო თქვენო პრეზიდენტს აგინებთო ამ აგარაკზე რა მოხდა მე ამ აგარაკზე რა მოხდა ეს აგარაკი თქვენ ვის გადაეცით თქვენი შენაძენი აგარაკი გენაცოლი ესე იგი ბატონო თამაზ ეკონომიკის სამინისტროს კარგად თავს გადასცეს ეკონომიკის სამინისტროს რა ვიცი ბატონო თამაზ ესე იგი ასე იყო რომ პროკურატურის მოთხოვნით თქვენ შეიძინეთ შეაგროვეთ ოჯახმა ნათესავებმა ახლობლებმა თანხა ასევე სესხიც აიღეთ ალბათ თუ საიდან მოიტანდით ამ ფულს ყველაფერი ვისა მაპატიეთ ჩემ იმას რძას თავისი ბიძის შვილი გერმანიაშია და ძალიან კაი მეუღლე ყავს იმას იქიდანაც რაღაც გამოაგზავნეს უცხოეთში მყოფმა ნათესავებმა შეაგროვეთ და იძულების წესით იყიდეთ აგარაკი რომელიც რა თქმა უნდა სხვას ეკუთვნოდა და თქვენ შეიძინეთ შემდეგ დაუთმეთ სახელმწიფოს ასეთი იყო მათი მოთხოვნა და ამის სანაცვლოდ უშვებდნენ სულხან მოლაშვილს ეს იყო შეთანხმება ეხლა თვალწინ მიდგას სულხანის სახში გოგებაშვილზე უпроსორად ჩემი სახში იქა არის გაყოფილი საზოგადოებრივი რა ვქნათ გავაკეთოთ ეს თუ არა გავაკეთოთ ეს თუ არა ესე იგი ვიყიდოთ ეს აგარაკი და მივცეთ თავრობას თუ არა და ეხლა თვალწინ მიდგას ჩემი რძლის აი ესეთი საქციელი კი მაგრამ უარი რო თქვაო სულხანი რომ მომიკენა ციხეში სამშვილს რა უყო და მაგის სიტყვაზე გადაწყდა რომ გადაწყდა და მაშინ იმ წუთშივე გადაიფორმეს ეს აგარაკი და სხვათა შორის ტელევიზორში აჩვენეს მიშა ვიღაცეები შეკრიბა ხო აი გაგრძელეთ ეგ მომენტი ვიღაცეები შეკრიბა მიშამ აიყვანა ავტობუსით ვიღაცეები იქა და ვითომ შეასახლა მე ხმამომდის მე რომ ისინი აღარ არიან იქაო მე რავი არც დაინტერესებული ვარ რა ვიცი რა მინდოდა და ვიღაც ჰარამხანისთვის ბატონო თამაზ ანუ სააკაშვილს რა უნდოდა სცენა დადგა რომ ვითომ სულხან მოლაშვილს ჰქონდა აგარაკი რომელიც დაათმობინა გააკულაკა ასე ვთქვა განაკულაკა და სინამდვილეში ეს აგარაკი მანვე ძალით შეაძენინა ოჯახს იმის სანაცვლოდ რომ გაათავისუფლებდა
შემდეგ თქვენ შეიკრიბეთ ორთაჭალის საპყრობილის წინ და გონიათ რომ უშვებენ თქვენ ვაჟს და მოგატყუეს. მოგატყუესო? ეს მოთხოვნა რომ აგარაკი შეიძინეთო კონკრეტულად ვისგან მიიღეთ გვარი და სახელი. გრიგალაშვილმა გამაგზავნა იმაში. სკარა მოიტანეს საბუთი იქიდან. ეს იყო თბილისის პროკურორი. კი. მან მოგთხოვათ ამის შეძენა. და როდესაც მოგატყუეს და ბაბატიეთ რა. დიახ. ეს ამბავი რომ მოხდა და არ გამოუშვეს. დიახ. მე ვთხარი ნახვამიდა მეთქვი გრიგალაშვილის მეთქვი. რომ შევედი მოსაცდეში. ესაო ეთიკაციაო გამოვაო და მე შეხვათო გრიგალაშვილთანო. ბატონო სოზარ ისეთი რაღაცა იყო იქ არ მომეტი არ შეიძლება ჩემი პედაგოგიურის გამოვიყენე რომ შევედი მოიცა და გავიხედე 1 2 3 4 შემოდიან ხე დავიცდი მე არაო თქვენი გულისთვის მოვიდნენ ესენი და არ დამავიწყდება ხალი პაპავა პროკურორი გრიგალაშვილის კაბინეტში ვალერი გრიგალაშვილის კაბინეტში შეხვედით როგორც იქნა კაბინეტში ხალი იყო პროკურორი პაპავა ხო და რო შევედი არის ის რა გავაკეთე აქ რატომ მოვედი ახლა იცით მე თქვი მე ცხოვრებაში რო დავდივარ ჩემ შვილებსა და შვილიშვილებს ვეუბნები რომ ბავშვებო თავად წეულებმა იარეთ იმიტომ რომ კაცი შვილის ცუდი არაფერი არ გამიკეთებია მე თქვი აი იმიტომ მოვედი ახლა მე თქვი რომ თქვენ რასაც აკეთებთ ცუდს აკეთებთ და თქვენი შვილები და შვილიშვილები პასუხს მერე მიიღებენ ღმერთს ლოცულას გავაგზავნით თქვენს მაგივრად რომ დღეიდან თქვენ სისაძაგლე აღარ ჩაგედინოთ რათა თქვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა ნორმალურად იცოდნენ და დავიხურე ქუდი და გამოვედი თუ არა და პაპავა მომყვება მაცილებს და მეუგნება ბატონო თამას კაი დაწყნა და ყველაფერს ეშვილება ესე იგი ჩემი დიდაქტიკური იმითი აი ამ ხელა პროკურორები და ესენი ასე დავაშანტაჟე შეიძლება ითქვას რომ ჩემი ესე იგი არა გაქვთ უფლება ამ სისაძაგლეს რო ჩადიხართ მატყუებთ რომ თქვენი შვილები და შვილიშვილები მომავალში პასუხს აგებენ ამაზე მეთქი აი ესეთი ის გაუკეთე და სულ ყველანი მეუგნებოდნენ რომ ბიჭო რამ გათქმევინა რა მათქმევინა და იმათ მათქმევინა აბა მაგაც რა უნდა ველაპარაკო ბატონო თამას თვითონ ვალერი გრიგალაშვილს არ მოსთხოვეთ პასუხი რომ რატომ არ გამოუშვით ჩემი შვილი როცა მაყიდინეთ აგარაკი იგინებოდი პასუხი და რა გიპასუხათ არა ეგრე ახლოს უკვე მე აღარ მინახია ეგა იმიტომ რომ აი ეგ იყო ჩემი მაგათან ბოლო შეხვედრა. აი იმ შეხვედრაზე რამე გიპასუხათ გრიგალაშვილმა? რატომ გაყიდინა აგარაკი? არა, გრიგალაშვილმა არა. აი რომ გამოვდიოდი მე თქვი ეს ხალი პროკურორი შეწუხდა და გამოვყავთ. და დაგამშვიდა. ბატონო თამას ნერვიულობთ, ყველაფერს რაღაც ეშველებაო. აი ამითი დამთავრდა ჩემი მაგათან საუბარი. ბატონო თამას ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ. ჩვენ რასაკვირველია ამ საქმეს დასკვნაში შევიტანთ. ჩვენ დავეყრდნობით არა მხოლოდ თქვენს დღევანდელ გამოსვლას, არამედ ყველა იმ ინტერვიუს, რომელიც თქვენ მიგიციათ, თქვენს ვაჟს, ასევე რა თქმა უნდა რძალს, რომელსაც უდასტურებთ დიდ პატივისცემას. ასევე მაშინ აი იმ სულ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ხმალამოღებული იბრძოდა სულხან მოლაშვილის ინტერესების დასაცავად ქალბატონი ნანა კაკაბაძის მეთაურობით, ასევე დავეყრდნობით მათიას იორშის განცხადებებს, რომელიც იყო აი ბატონმა ილიამაც დასვა კითხვა, პრაქტიკულად ერთადერთი უცხოელი რომელმაც სულხან მოლაშვილს სიტყვა შეაწია და მათიას იორშის ეს ერთადერთი განცხადება იყო შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში ამ საქმის განხილვის დროს უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება, რომ ნეიტრალურმა პირმა თქვა ის, რასაც ამბობდნენ ოჯახის წევრები და რამდენიმე
სამოქალაქო აქტივისტი. ასევე დავეყნობით ჩვენ სტრასბურგის სასამართლოში არსებულ საქმის მასალებს და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც. იმ სისხლის სამართლის მასალებს, რომელიც პროკურატურაში ინახება და რასაკვირველია, წარმოჩინდება ეს საქმე მთელი თავისი ამაზრზენი ასპექტებით, როგორ თამაშობდნენ ადამიანების ბედით. შურისძიება პირადი, ბატონმა თენგიზმა თქვა, უსაფუძვლო ბრალდებები, წამება და არაადამიანური მოპყრობა ციხეში და შემდეგ ოჯახის დაშანტაჟება, ფულის გამოძალვა, როგორც ასე ვთქვათ, სატყუარა, რომ იყიდე აგარაკი და გამოუშვებ სინამდვილეში ეს აგარაკი აყიდინეს ოჯახს იმისთვის ახალგაზრდებმა რომ გაიგონ რომ შემდეგ სააკაშვილს ეთქვა რომ თითქოს ეს იყო ის ჩინოსანი რომელიც საქმით კი არ იყო დაკავებული წყნეთში საკუთარ თავს აგარაკი შეუძინაო და უკანონო დაქვსო ავიდა იქ ტრიბუნით ალბათ რომ აგვისტოს ომში მიდიოდა ტრიბუნით და აქ რომ ტრიბუნა მიეტანა რა გასაკვირია და გაიკეთა პიარი სხვის უბედურებაზე, რომ აი როგორი ცუდი ადამიანი ჩააგდო ციხეში, წაართვა წყნეთის აგარაკი, რომელიც იძულებით შეაძენინა 2 დღით ადრე და იქ ყველას თვალწინ შეასახლა თითქოს დევნილები თუ სხვა უსახლკაროები და სინამდვილეში ეს ასე არ იყო. აი ეს საქმე, ეს სიმახინჯე და სიბინძურე, რა თქმა უნდა, ჩვენს დასკვნაში აისახება და სულხან მოლაშვილის საქმე იქნება ის ერთ-ერთი საქმე, რომელსაც დაეყრდნობა დიდი იმედი მაქვს საკონსტიტუციო სასამართლო, როდესაც სააკაშვილს და სხვებს აუკრძალავს პოლიტიკაში ყოფნას. დიდი მადლობა თქვენ ბრძოლისთვის. მადლობა თქვენ. კიდევ ერთხელ გისურვებთ ჯანმრთელობას თითოეულ თქვენთაგას, გისურვებთ გამძლეობას. მაპატიერა მაინც გახურეთ ზაღლების ვინც არიან და კიდევ იკვინებიან რომ იტყვიან ხოლმე რა გამძლეობა ქონებოდეთ რა მერწმუნეთ რომ კი არიან ესეთი შემოჩენილი წურბელები მაგრამ არიან ის ხალხიც ვინც იმ წუთივე აი ღაღადებენ იმას რომ როგორც იქნა რაღაცა დაიწყო ხო და მერწმაკნას აი მათიას იორში უთქვია კიდევაც ელენე თევდორაძის აი ეგ რო ჩამოხვათ იქა რა ამის შემდეგო სულხანიძე უთქვია ამის შემდეგო იქ რო ჩამოხვათ რა პასუხი უნდა გაცეთო და თუმცა ბატონო თამაზ უნდა ვთქვა სანამ დაგემშვიდობებით რომ მე მაშინ სტრასბურგის სასამართლოში მუშაობდი როდესაც მოლაშვილის საქმე შემოვიდა ჩანდა საქმის მასალებიდან რომ ეს ადამიანი იყო ნაწამები ციხეში კიდევ ერთხელ ვამბობ არც ერთი საელჩო საქართველოში არც ერთი უცხოელი ვითომ არაფერი არ ხდება ასე იქცეოდა იმიტომ რომ სააკაშვილისთვის გზა უნდა გაეწმინდათ აღზევებისკენ და სულხან მოლაშვილი იყო რეალურად წინაღობა და მისი საქმე არსებობდა მათიას ეორშის აეს ოქროს ასე ვთქვათ თვითმხილველის განცხადება სულხან მოლაშვილის საქმემდე სტრასბურგის სასამართლოს არც ერთხელ არ ქონდა გადაწყვეტილება მიღებული იმის თაობაზე, რომ რომელიმე სახელმწიფოსთვის, არამც თუ საქართველოსთვის, დაევალებინა პატიმარს უმკურნალე ციხეშიო. ვინაიდან ასეთი დავალებები გამოიყენებოდა იმ დროს მხოლოდ და მხოლოდ დეპორტაციების, გაძევების, ექსტრადიციების შემთხვევაში, ან კიდევ თუ ისეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, როდესაც მაგალითად ოჯახი უნდა გაიხლიჩოს, თუ კი ქმარს გააძევებენ უცხოეთში და ცოლშვილი დარჩება ადგილსამყოფელ ქვეყანაში. სხვა შემთხვევებში ასეთი ტიპის დავალებები არ გაიცემოდა. სულხან მოლაშვილის მდგომარეობა ქაღალდების მიხედვითაც კი იყო იმდენად მძიმე, რომ იყო გარდაუვალი რისკი მისი ციხეშივე დაღუპვის და მაშინ სტრასბურგის სასამართლომ შექმნა პირველი პრეცედენტი, რომ დაავალეს გადაყვანა საავადმყოფოში და ასევე მკურნალობა C ჰეპატიტზე. სულხან მოლაშვილმა შემდეგ ამ თავისი პირველი პრეცედენტით ძალიან ბევრ პატიმარს გაუხსნა გზა იმისკენ, რომ სტრასბურგში
ეჩივლა და იგივე ტიპის დროებითი ღონისძიების დაწესება მოეთხოვა. აი ესეთი იყო ბატონო გურამ მაშინ უცხოელების ქცევა. მე შემიძლია მხოლოდ შევუერთდე ჩემს კოლეგებთან ერთად თქვენს მოწოდებას, რომ გამოვიდეს ევროკავშირის ამჟამინდელი ელჩი და გაგვცეს პასუხი. სულხან მოლაშვილის ბატონი მამა, რომელიც დღეს მობრძანდა, რომელიც ყვება იმ წამებაზე, რომელიც სააკაშვილმა პირადი შურისძიების მიზნით სულხან მოლაშვილს საპატიმროში დამართა, რომელიც -1 სართულზე ყავდათ, მაპატიეთ ბატონო თამაზ, ეს სიტყვა უნდა გამოვიყენოთ, დამწყდეული, უჰაეროდ, დილეგში, საჭმლის გარეშე, სკამისა და საწოლის გარეშე. დაუწვეს ზურგი სიგარეტის ნამწვავებით. ჩამოაცვეს ამ დროს რომ არ ეყვირა თავზე ცელოფანი და გუდავდნენ. არ უმკურნალეს ცეჰეპატიტზე, ოჯახს გარეთ მყოფს აყიდინეს აგარაკი, გადააცემინეს სახელმწიფოს და ყველაფერის უბედურება რაც მოუყევით. გამოვიდეს და თქვას, მხოლოდ ერთი სიტყვა, კარგია ეს თუ ცუდია, მეტ ჩვენს მისგან არაფერს არ ვითხოვთ და კარგი იქნება თუ ის პირადად შეწყვეტ სააკაშვილზე და ნაციონალურ მოძრაობაზე ზრუნვას და დარდს. ქალბატონი, ამას ვიტყვი და მეც აღარ შეგაწუხებთ, რომ დააპატიმრეს პირველ დღესვე, იცით სად შეაგდეს კრიმინალებთან. დიახ. და ერთი ამბობდა მაშინ, რომ იმიტომ შეაგდეს, რომ კრიმინალები მაგას დედას უტირებდნენ. ამ დროს თუ არ ვცდები, ვინ იყო იქიდან გამოსული, რა სამოფო, ხელის გულზე დაისვეს კაცური კაცი მოვიდაო. კრიმინალებმა და ამაზეც გაღიზიანდნენ ისინი, რომ ეგ ნომერი არ გამოუვიდათ მაგათ, რომ ეს რო ავხსნათ ახალგაზრდება, ვინც არ იცის, რომ დღესაც ასეთი წესია, ოფიციალური წესია, რომ არავითარ შემთხვევაში საჯარო მოხელე, რომელმაც შესაძლოა ჩაიდინოს დანაშაული სულხანის შემთხვევაში ეს ასე არ იყო, ის არასდროს გაწერილია მთელი პროცედურები, არ უნდა მოხვდეს სხვა ტიპის კრიმინალებთან. სპეციალური დაწესებულება არსებობს. სპეციალური დაწესებულება არსებობს, სადაც ყოფილი საჯარო მოხელეები ერთად იხდიან სასჯელს, იმიტომ რომ არ ხდება ამ ორი კონტინგენტის შერევა. ეს არის აკრძალული. ბატონი სოზარი განცხადებას გააკეთებს და დაგემშვიდობებით ბატონო თამაზ. უბრალოდ კიდევ ერთხელ საზოგადოების გასაგონად და განსაკუთრებით ახალგაზრდების. რატომ არის მნიშვნელოვანი ეს პროცესი და რატომ არის მნიშვნელოვანი გასამართლება იმ რეჟიმის, რომელიც ამ სისასტიკეებს ჩადიოდა. ბევრს არ ახსოვს და დღესაც არავის უხსენებია. მაშინ იუსტიციის მინისტრი იყო გიორგი პაპუაშვილი. როდესაც სულხან მოლაშვილი აი ამ გაუსაძლის პირობებში, დილეგში უფანჯრებო ერთ ციცქნას 2 კვადრატული მეტრი ოთახში იმყოფებოდა ნაწამები ადამიანი, როდესაც მას ვარს ეუბნებოდნენ ცეჰეპატიტით მკურნალობაზე. ამ დროს იუსტიციის მინისტრი იყო გიორგი პაპუაშვილი, რომელიც შემდეგ 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. როგორი სამართალი იქნებოდა იმ ქვეყანაში, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო გიორგი პაპუაშვილი, მე მგონი აქედანაც გასაგებია და დღეს რამდენად დაცვიცი ეს ადამიანი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში და იურისპრუდენციას და სამართალს ასწავლის ახალგაზრდებს და მისი ნასწავლი ახალგაზრდები როგორ დაინახავენ სამართალს და რამდენად გამრუდებულ სარკეში დაინახავენ დღევანდელობას, ეს ალბათ ნათლად არის გასაგები. ალბათ სტუდენტებმა რომ შევლენ ბატონი გიორგი პაპუაშვილის ლექციაზე უნდა კითხონ იუსტიციის მინისტრი რო იყავი და დილეგში ყავდათ სულხან მოლაშვილი და აწამებდნენ, შენ ამ დროს რას აკეთებდიო? ალბათ ეს მინიმუმია, რაც შეიძლება ახალგაზრდამ მასზე უფროს ლექტორს კითხოს. დიდი მადლობა ბატონო თამაზ. მადლობა თქვენ და ოჯახთან ერთად და წარმატებებს გისურვებთ. ამ შემთხვევაში, ეხლა ხომ ამ საქმეს იხილავთ. ჩემი გულისთვის რო წუხდებით, ამაზე ჩემთვის ეს საფიცარია და ღმერთმა ჯანი მოგცეთ. აი ესე მტკიცეს ხასიათი და უღრმესი მადლობა და მაპატიეთ რომ ჩემი გულისთვის წუხდებით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენი გამძლეობისთვის. ეს ჩემებია. სხდომას დახურულად ვაცხადებთ.